მთავრობამ უნდა შეზღუდოს თუ არა შობადობა. ამასთან დაკავშირებით დავიწყეთ დებატები ჯერ კლასში, 3-ე კლასში ჩატარდა შიდა დებატები. ფაქტია, რომ 1960-იან წლებში ერთიანი კატასტროფის წინაშე იგავეს ხელმოწერა. დღეს ჩატარდა დებატები მერვე კლასებს შორის. ერთმანეთს ფინალური შეხვედრა იყო, ერთმანეთს შეხვდნენ მერვეა და მერვე ბ კლასი, ხოლო ჟიურის, ვისაც უნდა შეეფასებინა მათ დებატები, იყო მერვე გ კლასი. ჟიურიმ შეიმუშავა შეფასების სქემა, აბსოლუტურად ყველაფერი იყო გაწერილი, როგორ უნდა შეეფასებინათ ობიექტურად. თემა იყო უნდა ჩაერიოს თუ არა მთავრობა შობადობის რეგულირებაში კონტინენტ აზიის მაგალითზე. ბავშვებმა შესანიშნავი ცოდნა გამოავლინეს, რატომ დებატები. ზოგადად ვცდილობ ყველა კლასში შევიტანო დებატები და თუ ბავშვებს მოწონთ თვეში ერთხელ მაინც ვიღებთ საკითხს და ვდებატობთ ხოლმე. კარგად იციან უკვე დებატების სქემა და რაც თავარია ძალიან მოწონთ დებატები და თან მასალას მოიძიებენ დამოუკიდებლად. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ბავშვები მივაჩვიოთ დამოუკიდებლად მოიძიონ მასალა, არგუმენტები და შეძლონ მათი წარმოჩენა. და დებატები არის ამისი საუკეთესო საშუალება, როგორც აღმოჩნდა დღეს, გაიმარჯვა მერვე ბ კლასმა, თუმცა ჩვენი ზოგადი მოსაზრებით მერვე ა კლასს ჰქონდა ძალიან ძლიერი არგუმენტები. მაგრამ ჟიურიმ გადაწყვიტა ქულებით შეაფასეს და გამარჯვებულია ვულოცავ მერვე ბ კლასს გამარჯვება.